ვფიქრობ, რუსეთთან დაკავშირებით კარგად მივდივართ. ვნახოთ, გვექნება თუ არა სიახლეების სამშაბათს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. ამ უქმეებზე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. სურს დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. შესაძლოა შეგვიძლია, შესაძლოა არა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი. საუბარია ძალიან დიდ მიწაზე და სრულიად განსხვავებულ მოცემულობაზე, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ასევე ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზეც. მოგეხსენებათ ეს დიდი შეკითხვაა, რომელიც ორივე მხარესთან განვიხილეთ. კერძოდ კონკრეტული აქტივების გაყოფასთან დაკავშირებით. Да, это действительно так. Во вторник готовится такой. დიახ, ნამდვილად ასეა. სამშაბათისთვის პრეზიდენტებს შორის ზარი ნამდვილად მზადდება. თუმცა, ამასთან ჩვენ არასდროს გავუგბილოთ მოვლენებს. ორი პრეზიდენტის საუბრის შინაარსი ჩვენი გაგებით არ ექვემდებარება რაიმე განხილვას. ახლა იმის დრო რომ განვიხილოთ მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის მენეჯმენტისა და მონიტორინგის შესახებ. ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს გამყარებული მსურველთა კოალიციის ძლიერი უსაფრთხოებითი გარანტიებით. შევთანხმდით გავაძლიეროთ პრაქტიკული სამუშაო შესაძლო შეთანხმების მხარდასაჭერად. ჩვენ გადავინაცვლებთ საოპერაციო ფაზაში. ჩვენი სამხედროები შეხვდებიან ერთმანეთს ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში, რათა შეეთანხმონ ძლიერი და საიმედო გეგმა მშვიდობის მისაღწევად და უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის მიიღოს თუ არა ისინი. ეს ეხება რამდენიმე 1000 ადამიანის განლაგებას თითოეული ქვეყნიდან ძირითად ადგილებში, რათა გამოავლინონ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში.